ქუთაისში დღეს გელათის აკადემიის აღდგენილ შენობას საქართველოს პრეზიდენტი და კათოლიკოს პატრიარქი საზეიმოდ გახსნიან. აკადემიის შენობის რეაბილიტაცია კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით დაახლოებით 1 წლის წინ დაიწყო. პირველ ეტაპზე ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები, რამაც აკადემიის შენობაში მეფეთა სატრაპეზოს არსებობა დაადასტურა. ნაპოვნია დიდი ზომის ჭურები და ქვის მაგიდა. რეაბილიტაციის მეორე ეტაპზე აკადემიის შენობა კრამიტით გადაიხურა. აკადემიის შენობა თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვეს, თუმცა ამავე დროს ძველი იერსახე შეუნარჩუნეს. არის პირდაპირ სასწაული არა მარტო კავკასიისთვის, არამედ მთელი მსოფლიო ჭეშმარიტი განათლებული სისტემისათვის. მოგეხსენებათ, გელათის სასულიერო აკადემიის დაარსა დავით აღმაშენებელმა 1006 წელს. მან უზარმაზარი სასწაული მოახდინა ქართულ ცნობიერებაში. სარემონტო სამუშაოების პირველი ეტაპი მოიცავდა გელათის აკადემიის სრულ რეაბილიტირებას, იცით რომ ეს რამოდენიმე საუკუნე დანგრეული ადასრულიად განადგურებული იყო. აღდგა თვითონ კედლები გარემონტდა და გადახურვა აღუდგა პირვანდელი სახით შენობას.